გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ხდება Excel-ის შაბლონის შევსება. და ასევე Excel-ის შაბლონთან ერთად ჩვენ გვაქვს ესე იგი საქართველოში არსებული ბრენდული მასალები და ამ მასალების გამოტანა როგორ ხდება Excel-ის შაბლონში. კი ბატონო, ეხლა ჩვენ ესე იგი შევდივართ სამიკად პლატფორმაზე, Innova Georgia საიტზე. რა თქმა უნდა, თქვენ როცა დარეგისტრირდებით, თქვენი ეს გექნებათ პაროლი და პასპორტიც ასევე. ესე იგი, ეხლა მე შევდივარ ორბელის აკაუნტით, ავტორიზაციას ვეუბნები და შევედი dashboard-ზე. ესე იგი, ტრეინინგებში გადავდივარ და აქ არის Excel-ის შაბლონი და მასალების კატალოგი. ესე იგი, აი გავხსნით აი ამას და გამოდის ლინკი, რომელსაც დავაწვევით, ისევ აი აქ Excel-ის შაბლონი და მასალები ბრენდების მიხედვით. დავაწვევით ამ ლინკზე, აი ჩამოიტვირთა Excel-ის შაბლონი, ხო? კი ბატონო, გავხსნათ ეს შაბლონი და აი მივიღებთ გამოვა ესეთი ფანჯარა, სადაც არის ფაქტიურად ყველაფერი კარგად აღწერილი. აქ არის ესე იგი ბარკოდები, თუმცა როცა თქვენ ხელით თავსებთ, ეს ბარკოდები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ სამიკად პროგრამაში შეასრულეთ პროექტი და შემდეგ გაგზავნით ამ პროექტს სერვერზე და სერვერიდან გაგულობთ აი ამ ასეთი ტიპის დოკუმენტს, ერთ-ერთ Excel-ის შაბლონს, სადაც არის დახვრეტები, ეს ბარკოდები არის დახვრეტების პროგრამები. კი ბატონო, ამიტომ ეს არ გინდათ, როცა ხელით თავსებთ, რა თქმა უნდა, ეს ბარკოდი არ გექნება, როცა თქვენ ხელით გაქვთ რაღაც ნახაზი შესრულებული, მაშინ რა თქმა უნდა არ გექნება დახვრეტის პროგრამაც შესაბამისად. კარგით, ეს წავშალოთ. არ გვჭირდება ეს ბარკოდები, აქაც იგივე ბარკოდებია, დანარჩენი ყველაფერი ალბათ არის შესავსები. და რა არის აქ? ეს არის დეტალის დასახელება. აქ იწერება დეტალის დასახელება, დაუშვათ თქვენ თუ გაქვთ რამოდენიმე ყუთი, ან გაქვთ თუნდაც ერთი ყუთი, სადაც გაქვთ მარცხენა გვერდი, მარჯვენა გვერდი, ძირი, თავი, ანუ ყველა დეტალის ზომას, სახელწოდებას წერთ აქ, მერე წერთ სიგრძეს დეტალისას, სიგანეს დეტალისას, რამდენი ცალი გნებავთ ეს დეტალი. დაუშვათ მოდი თქვათ, დავწეროთ აქ, შეგიძლიათ ეს ქართულადაც შეავსოთ შაბლონი. მაგალითად მარცხენა გვერდი, ხო? კი ბატონო, აი ესე მარცხენა გვერდი, ბატონო. დავწერეთ ეს მარცხენა გვერდი, ეხლა წერთ რომ არის 950 სიგრძე, სიგანი არის დაუშვათ 650 და მინდა ერთი ცალი. მარცხენა გვერდი, მე არის შემდეგი დაუშვათ ამას დავაკოპირებ ჩამოვიდან და მარჯვენა გვერდი, მარჯვენა გვერდი, დაუშვათ ისიც 950, 650. ანუ თითოეული დეტალი უნდა გეწეროთ, რა თქმა უნდა. და ეს არის მოატრიალოს თუ არ მოატრიალოს დეტალი, ასე ვთქვათ, რომ ეკონომიის თვალსაზრისით თუ ტექსტურა არ გაინტერესებთ, მაშინ ეუბნებით რომ მოატრიალოს. ეს არის ისე იგი, როგორ უნდა დაწიბავდეს. ფასადის მხარეს შეგიძლიათ ჩაუწეროთ დაუშვათ 2 მმ-იანი წიბოთი დაწიბავდეს, ესეც 2 მმ-იანით, უკანა მხარე დაუშვათ შეგიძლიათ 0 ჩაუწეროთ, ან არაფერი არ ჩაუწეროთ და ეს არ დაწიბავდება. ეს ამ დეტალის ასე ვთქვათ, წინა და უკანა მხარე არის, ეს არის გვერდები, მარცხენა და მარჯვენა გვერდი და ესენიც შესაბამისად მათი დაწიბავება მარცხენა და მარჯვენა გვერდების. ეს არის დეტალის წინა და უკანა მხარე. კი ბატონო, აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თუნდაც 1 მმ-იანი, აქ ჩაწეროთ რომ 0.4-იანი დაწიბავდეს, სიტყვაზე ვთქვათ. ან და ესე იწერება 0.4 არ იწერება 4-იანი იწერება, აქაც 4-იანი, მაგრამ 4-იანი არ ნიშნავს, რომ 4 მმ-იანი ნიშნავს, რომ 0.4-იანი წიბოთი წიბავდება. კი ბატონო. და იგივე სიმეორებთ აქაც, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ამებს აღარ შევავსებ. მოდი ესე
გავაკეთოთ ეს დავშალოთ. მე უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რა ქვია, მაგალითს თუ როგორ უნდა შეასრულოთ. აქაც 4 მოკლედ აქაც 4 და აქაც 4. კი ბატონო. ეს არის სისქე, რა უნდა იყოს დეტალის ან პანელის. 18 მმ. ფირმა, რომელი ბრენდის ნებავთ, ეგერის, კი ბატონო, აგერ არის ეგერი. და მე არის კოდი, ხო? და მე არის ფორმატი. მოდი ახლა ჩვენ ზუსტად რო არ შეგვეშალოს ფორმატის ჩაწერაც, დისტრიბუტორი ვინ არის, ჯეოდეკორი არის და რო არ შეგვეშალოს ეს ყველაფერი, რანაირად უნდა გავაკეთოთ. აქ არის აგერ ეგერის კატალოგი, მაგალითად. ეს არის აი აქ მინდა გაჩვენოთ, რომ არის 18 მმ-იანი მასალები, რომლებიც არის სხვა კოდებით, რა თქმა უნდა. მოდი თქვა, დავიღოთ U608ST9. ანუ ეს არის მისი ფორმატი, ასე ვთქვათ, 2800-2070-ზე, ანუ თვითონ პანელი არის ასეთი ფორმატის და აი ამ სამ ცალ რაღაცას ესე მოვნიშნავთ, მარჯვენა ხილაკს დავაწვევით, ვეუბნებით კოპის, შევდივართ შაბლონში და აი დავდგებით აქ და ნახეთ, დავაწვევით აქ და ვეუბნებით paste. და ეს აი ნახეთ 608 ეს ეგერი ესე დაფიქსირდა და ეს შეგვიძლია ახლა თუ აქაც გვინდა, აქაც ესე დავდგებით და ვეუბნებით paste ესე. და ზუსტად გადმოდის კოდიც და ყველაფერიც. რომ თქვენ არ შეგეშალოთ კოდის ჩაწერა, ბრენდის ჩაწერა, ფორმატის ჩაწერა, შეგიძლიათ აქედან დააკოპიროთ. აქ არის კლეაფი, არკოპა, სმარტი, ეგერდეკორი, ეს წიბოები არის ეგერდეკორის და ასე შემდეგ. პრინციპში ეგერში არის კიდე შაბლონში რო შევდივართ, ხო? ეს არის ST9, ხო? მაგრამ თუ მე მინდა მოვძებნო, მაგალითად ეხლა წიბო მინდა მოვძებნო, ხო? თუნდაც მასალა მინდა მოვძებნო რაღაც კოდით და აქ ბევრი დასახელებაა და რო არ ვეცებო, დავსვაკეთებთ Ctrl F-ს ვაწვევით, გამოდის კლავიატურაზე, ესე იგი, ვაწვევით კლავიატურაზე ვაწვევით Ctrl F-ს, გამოდის აი ესეთი პანჯარა და მოდი ახლა აქ ჩავწეროთ U608. ხო? და ვეუბნებით არა, აი მოძებნა ესეც ხო, აი თუ ვაწვევით find next, ხო? კიდევ შეგვიძლია დავაწვევთ აი 42-იანი კიდე არის, არა, U608 არის, აქვს ასევე 42-იანი, 2 ნიშნავს სისქეს, 42 სიმაღლეს, ანუ სიგანეს წიბოსი. კიდე ერთხელ გავიმეოროთ. აი ესე და ჩავშალ ამას, ესე იგი ახლა ამას დავაკოპირებ, ვეუბნები კოპის, გადავდივარ შაბლონში და ეს წიბო ჩავშალთ აი აქ. paste. ჩავშვით აქაც paste. ეს არის წინა მხარე, დაუშვათ 2 მმ-იანი, მაშინ გამოდის რომ აქ 2 უნდა ჩავწეროთ ჩვენ, რომ ოპერატორმა იცოდეს, რომ 2 მმ-იანი წებოთი იქ რომ გება ეს. ეს მონაცემები, რაცაც ჩვენ წერთ ახლა, ამოდის სტიკერზე, როდესაც იჭრება დეტალები, თითოეულ დეტალზე პრინტერიდან იბეჭდება სტიკერი და იმ სტიკერზე წერია ეს ყველა მონაცემი, ესე იგი, მარცხენა გვერდი, რომ ეს არის 950 სიგრძე, 650 სიგანი. მერე ეს დეტალის როგორ დაიკრომკოს, რომელი მხრიდან, 2 მმ-იანი კრომკით. მოკლედ ამას 4-იანი არა აქვს, 0-4-იანი არა აქვს, არც 1 მმ-იანი აქვს. ამიტომ 2 მმ-იანით რო დაწიბოდეს ესა, ხო? მაგას ჯობია რომ ავიღოთ თეთრი წიბო დავუშვათ უკანა მხრიდანაც და გვერდებზეც, რომელიც არ ჩანს. თუ მანდამაინც დაწიბოვება გვინდა, ხო? როგორ მოვძებნოთ? Ctrl F-ს ვაწვევით. აი ესე. და მე წერთ მოდი ესე ვქნათ W1000 და ვთქვათ find. აი ნახე 1 მმ-იანი 22, 0-4-იანი არ აქვს. აქვს 0-4-22 W1000, ხო, აგერ არის ბატონო, ესე ქონია. ვიღებთ ამას, ვეუბნებით კოპის, გადავდივართ აქ შაბლონში და აი დანარჩენგან მეორე, მესამე და მეოთხეში ვშალთ აი ამებს. paste ვეუბნებით,
ეხლა მოვნიშნოთ უყველა და უთხრათ paste. აბატონო და აქაც უთხრათ paste. აბატონო. აჰა. ისე იგი ყველგან გვაქვს არა აი აქ კიდევ ერთხელ paste. აი ეს 0-4-იანი წიბოები. ისე იგი ეს რას ნიშნავს ახლა კიდევ ერთხელ აგიხსნით, ეს ნიშნავს იმას, რომ აი აქ 950-ის მხარე, წინა მხარე დეტალის წიბოვდება 2 მმ-იანი კრომკით, ამისიც 2 მმ-იანი კრომკით და აგერწერია ეს 2 და 2, 4-იანები სადაც წერია, ეს არის EDG, აი ნახეთ, EDG ნუ წიბო არის, იცით თქვენ EDG არის წიბო და ეს ნიშნავს 1, EDG 1 შეესაბამება ამ EDG 1-ს, აი ეს 2-იანი შეესაბამება აი ამას და ისე იგი ეს ნიშნავს, რომ ამის ამ დეტალის 950-იანის მეორე მხარე უნდა დაწიბოვდეს 0-4-იანით, აგერ არის ბატონო და მესამე და მეოთხე მარცხენა და მარჯვენა გვერდი აი ამ დეტალის 650-იანების მხარე, ხო? მესამე და მეოთხე აგერ არის, უნდა დაწიბოვდეს 0-4-იანი წიბით. მოკლედ აი ესე ხდება ამ შაბლონის გამოყენება, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ფირმაში შეხვიდეთ და უშოთ, ეხლა მე მაგალითად ეგერში შევედი, ნებისმიერ ფირმაში თუ მოძებნით და უშოთ Ctrl+F დააწვევით, ჩაწერთ კოდს თუ იცით, რა კოდის მასალა გნებავთ და მაშინვე მოიძებნება. მე მინდა გითხრათ, რომ ამ შაბლონში შეტანილია ის მასალები, რომელიც ნამდვილად აქვთ ამ ფირმებს. ეგერი ნამდვილად არის საქართველოში, აი აქ ჩამონათვალი რაც არის, კლიაფიც და ასე შემდეგ, სხვა მასალები, როგორც არის ტარუდი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველა ფირმა მე მგონი თქვენთვის ცნობილი არის, ვინც მუშაობს, ავიცე და შეგიძლიათ აი შაბლონი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ზუსტად შეახშოთ Excel-ის ფაილი რა. აი ამ მონაცემების მიხედვით. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ შემდეგ ესე იგი პროგრამა სამიკად საიტზე, როცა თქვენ აგზავნეთ აი ამ შაბლონს, გითვლით ყველა მასალას. აკეთებს ოპტიმიზაციას, იმისთვის არის ეს საჭირო, ასე ვთქვათ, ეს ფორმატის ჩაწერა, რომ დაგითვალოთ შემდეგ თუ რამდენი პანელი გნებავთ. ოპტიმიზაციას აკეთებს წიბოებისაც და მოკლედ ამ ვიდეოში მინდოდა მეჩვენებიდან აი ეს თქვენ თუ როგორ ახშებთ აი ამ შაბლონს. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის ყველაფერი გასაგებია და გისურვებთ წარმატებებს. ნახვამდის.